მოგესალმებით. ისეთ გვერდზე ხარ, სადაც ისეთ ინფორმაციას მიიღებ, რომელიც აქამდე ალბათ არც გსმენია. რა არის ისლამი? როდესაც ისლამს ახსენებენ, მაშინვე ტერორი, აფეთქებები ან ქალთა უფლებების შელახვა ახსენდებათ? არა, მეგობარო. ეს გვერდი ისეთ სიმართლეებს გაგიზიარებთ, რომლებიც ხშირად თვითონ მუსლიმებიც კი არიციან. თუ მუსლიმი არ ხარ, ყურადღებით მოусმინე, რათა ისლამის შესახებ ზუსტი და სწორი ინფორმაცია მიიღო და მეგობრებსაც უთხარი, რომ ნამდვილი ისლამი სწორედ აქ არის წარმოდგენილი. ხოლო თუ მუსლიმი ხარ, მაშინ კიდევ უფრო კარგად მოусმინე, რათა შენ სწორ გვერდზე ხარ. დავიწყოთ ისტორიით. როგორ აღმოჩნდა ისლამი? ეს არის რელიგია, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის 610 წელს არაბეთის ნახევარკუნძულზე, მექაში, ღვთისგან იქნა გამოგზავნილი წინასწარმეტყველ მუჰამადთან. ეს რელიგია მოიცავს საბოლოო და უკანასკნელ შარიათს, რომელმაც ძალა გაუქმდა წინა ღვთაებრივ კანონებს. ისლამური გზავნილის მატარებელი არის წინასწარმეტყველთა და მოციქულთა უკანასკნელი და მის შემდეგ აღარ მოვა არც ერთი წინასწარმეტყველი. დომინირებდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ხოლო ეკონომიკური თვალსაზრისით ტომები ძირითადად მესაქონელობას მისდევდნენ და ამასთან ერთად ვაჭრობაც მნიშვნელოვანი საქმიანობა იყო. ისლამის გამოჩენამდე არაბეთის ნახევარკუნძული შედგებოდა არაბული ტომებისა და მომთაბარე ბედუინებისგან, რომლებიც ტომობრივ სისტემაში იყვნენ ორგანიზებულნი. ტომისადმი ერთგულება და მისი ალიანსები წარმოადგენდა არაბული საზოგადოების ორგანიზების საფუძველს. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მექაში კერპთა ყვანის მცემელი იყო. ამასთან ერთად იუდაიზმი იასრიბში, მედინაში და ქრისტიანობა ნაჯრანსა და ნეჯდში იყო გავრცელებული. მექა წარმოადგენდა რელიგიურ ცენტრს, სადაც არაბები ყველა მხრიდან მიდიოდნენ ქააბას მოსალოცად, იმ წმინდა სახლს, რომელიც წინასწარმეტყველმა იბრაჰიმმა ააგო. არაბეთის ნახევარკუნძულის გარშემო იმ დროის პოლიტიკური როკა ჩამოყალიბებული იყო ქრისტიანულ რომასა და სპერსეთის მიწებს შორის. არაბული ტომები, რომლებიც ამ ფორმირებასა და მის თანმხლე კონფლიქტებში მეორეხარისხოვან როლს ასრულებდნენ, თუმცა ამავე დროს მათ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ, როგორც დამაკავშირებელ რგოლს ცივილიზებულ სამხაროსა და თვით ნახევარკუნძულზე მიმდინარე პროცესებს შორის. ნახევარკუნძულის ტომები საკუთარ იდენტობას ამყარებდნენ იუდეო-ქრისტიანულ მემკვიდრეობაზე, განსაკუთრებით ხალხთა წარმომავლობის საკითხში. ისინი საკუთარ თავს ისმაილ იბნ იბრაჰიმის შთამომავლებად მიიჩნევდნენ. ცნობილია, რომ ისმაილის გადასახლების ამბავი შეერწყა მექის აშენების ისტორიას და მასთან ერთად ქააბასაც. ჰაჯის რიტუალების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც წინალ პერიოდში სრულდებოდა და რომელიც ისლამმა მოგვიანებით დაამტკიცა, სწორედ ამ მოვლენას უკავშირდებოდა. მაგრამ ნახევარკუნძულის ტომებსა და იმ დროის გავრცელებულ რელიგიებს შორის ნამდვილი შეხება და დაპირისპირება, რომლებიც არსებული პოლიტიკური ერთეულებთან იყო დაკავშირებული, სამხრეთ არაბეთში, იემენში მოხდა. ეს იყო ნახევარკუნძულის ყველაზე განვითარებული რეგიონი, სადაც გაჩნდა პირველი მცდელობები პოლიტიკური ერთობის შექმნის, რომელიც შესაძლოა სერიოზული ისტორიული პროცესის ბირთვი გახმათა. იემენის მეფეებზე, რომლებსაც ტუბბა ეწოდებოდა, გავრცელებული ლეგენდები, თითქოს მათ ინდოეთი, აფრიკა და ჩინეთიც კი დაპყრო, მიუთითებს იმაზე, თუ როგორი ადგილი ეკავა იემენს იმ დროის არაბთა წარმოდგენაში. ეს ასევე აჩვენებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რომელსაც ნახევარკუნძულის ტომები ანიჭებდნენ ამ ისტორიულ როლის შესრულებისთვის. იემენი დაყოფილი იყო ტომებით, რომლებსაც მიხლეფები ეწოდებოდათ, მათ შორის ყველაზე დიდი სანას მიხლაფი იყო, რომლის მმართველებს მეფეები უწოდებოდნენ. ხოლო თუ რომელიმე მეფის ძალაუფლება იმდენად ძლიერდებოდა, რომ ჰადრამაუტის რეგიონამდეც ვრცელდებოდა, მას ტუბბა ეწოდებოდა. ამ ძალის შესუსტებას კი პოლიტიკური დანაწილობა კვლავ ბრუნდებოდა.